ანუ ერთი მტკიცებულებაც კი არ იყო, ხო? მან მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს იმისთვის, რომ გონივრულ ვეშვის მიღმა სტანდარტი დადგეს განაჩენი და ამ შემთხვევაში ჩვენ მოცემულ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება არ იყო, რაც გააბათილა დაცვის ხარის მიერ წარდგენილმა მტკიცებულებებმა. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიტყვი, რომ მქონდა იმედი და კიდევ კარგია, რომ სასამართლომ ნამდვილად მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და თევდორე აბრამოვს, რომელიც არის 22 წლის აქ არ ყავს მშობლები ემიგრაციაშია, გაუჩინა იმისი იმედი, სამართლიანობის განცდის იმედი და უბრალოდ ადამიანმა იცის ახლა როგორ იცხოვროს. მანამდე არ იცოდა როგორ გაიგრძელებინა ცხოვრება. მე მაქვს ინფორმაცია სხვა ასევე უკანონო დაკავებულებთან დაკავშირებით, აი გიორგი ახობაძეც გამართლდა, ახლა ველოდებით ნიკოლოზ კაციას პროცესი უნდა იყოს და თავისთავად ეს რაღაც განზოგადება უნდა მივცეთ ამ სიტუაციას და ამ გადაწყვეტილებას და საერთოდაც ქმედებებს, რაც სამართალდამცავებმა ჩაიდინეს, იმიტომ რომ დღეს თედუა ამ დღეში, უბრალოდ დღეს აღარ არის, მანამდე იყო, ხვალდაზე შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი ჩავარდეს, ვიღაცას მოუნდება, ვიღაც პოლიციელს, თორე ჩემი დიდი პატივისცემა კეთილსინდისეა პოლიციელებს, ვიღაცას მოუნდება და გადაწყვეტს, რომ ადამიანს, წესიერ ადამიანს დააბრალოს რაღაც გარკვეული დანაშაული. ეს არ შეიძლება და ამასთან დაკავშირებით ყველა ზომა უნდა მიიღოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, თავიდანაც და ბოლოშიც, როცა უკვე აი ეს შედეგი დაიდება, რაც არის გამამართლებელი განაჩენი.